20 ივნისის საქმეზე პირველი არსებითი განხილვის ხდომაზე დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს პროცესს დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად არ ესწრებოდა ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საქმე მრავალტომიანია, მათ შორისაა გრიფით გასაიდუმლოებული საქმის მასალები. 20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერს 2 ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას ედავებიან. ნუცა ბახუტაშვილი დეტალებით. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმის განხილვა გიორგი გახარიას წინააღმდეგ დღეს პირველი არსებითი განხილვის ხდომა გაიმართა. მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვები და შესაბამისად მათი სამართლებრივი პოზიციები ამ საქმესთან დაკავშირებით. დღეს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მოისმინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ დასწრებოდა გიორგი გახარია დისტანციურად საკუთარ სასამართლო პროცესს, თუმცა მიუხედავად დაცვის მხარის სამართლებრივი დასაბუთებისა და არგუმენტაციისა, რომ ბრალდებულ პირს აქვს კანონით მინიჭებული უფლება მიიღოს საკუთარ პროცესში მონაწილეობა, არ გაითვალისწინა ეს პოზიციები, ეს დასაბუთება და დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ პოზიციას, რომ გიორგი გახარიას მანამდეც ჰქონდა შესაძლებლობა ეთანამშრომლო მათ შორის გამოძიებასთან წარდგენილიყო პირველ ხდომაზე, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ახლა კი აღარ არსებობს ფაქტი, რის გამოც გიორგი გახარიას უნდა მიეცეს დისტანციურად პროცესზე ჩართვის შესაძლებლობა. მოსამართლემ ამ შუამდგომლობაზე დაყრდნობითი ხელმძღვანელა და შესაბამისად ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახლა არ ექნება შესაძლებლობა, რომ დისტანციურად მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო პროცესზე. ის ქვეყანაში არ იმყოფება და პროკურატურის მიერ არის ძებნილი პირი. ამასთანავე გიორგი გახარიას როგორც ადვოკატმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ბევრი აქვს სათქმელი, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით მოსამართლისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და სურს მას, რომ გარკვეული განცხადებები გააკეთოს, მათ შორის იმაზე მეტიც, ვიდრე საქმის მასალებში პროკურატურას აქვს წარდგენილი, თუმცა როგორც ჩანს, პროკურატურას არ სურს სასამართლოს ხდომათა დარბაზში გიორგი გახარიას პოზიციები გაჟღერდეს, თუმცა ეს არ ყოფილა ბოლო მცდელობა. საქმის დასრულებისას ბოლო ეტაპზე უკვე მის უფლებადამცველს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა დააყენოს შუამდგომლობა, რომ გიორგი გახარია დაიკითხოს სასამართლოს წინაშე და მისცეს ჩვენება. ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვა მაინც მოუწევთ, ასევე ბრალდებულის უფლება არის ისარგებლოს საბოლოო სიტყვის უფლებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შუამდგომლობებთან დაკავშირებით მოსამართლე, მაშინ როდესაც ბრალდების მხარე კატეგორიულად უარყოფს გიორგი გახარიას ხდომაზე დისტანციურად ჩართვის ფაქტს. ბრალდების მხარეს მოცემულ საქმეზე არაფერს არ ეშინია. ეს მტკიცებულებები ყველაფერი გამოკვლეული იქნება სასამართლოს წინაშე, მათ შორის ის მტკიცებულებები, რაც თუნდაც გიორგი გახარიამ პირდაპირ ეთერში ისაუბრა საგამოძიებო კომისიაზე. ეს ყველა მტკიცებულება, მისი პოზიცია, რა თქმა უნდა, თავისუფლად შესაძლებელია გაჟღერებული იქნას დაცვის მხარის მიერად. ადვოკატის შუამდგომლობა იყო სრულიად დაუსაბუთებელი, რაც რა თქმა უნდა სასამართლომაც გაიზიარა. ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უფლებას დღეს გიორგი გახარიას არ აძლევენ, თუმცა სამართლიანი სასამართლოს პირობებში სამართლებრივი პროცესების შედეგად აუცილებლად გაეცემა ყველა შეკითხვას პასუხი, რომელიც 20 ივნისთან დაკავშირებით არსებობს. ეს არის საჩვენებელი დასჯა გიორგი გახარიას. გიორგი გახარიას რეზინის წყობის გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია, ეს დაადასტურა პროკურატურამაც და ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაშიც მოხსნილი. 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ მომდევნოს ხდომიდან უკვე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებენ. საქმე მრავალტომიანია და სხვადასხვა ტიპის მასალას მოიცავს, მათ შორის ვიდეო ჩანაწერებს, მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ბრალდების მხარე სასამართლოს ხდომათა დარბაზში წარადგენს და გამოიკვლევენ დეტალურად. ამ საქმეზე რიგი მტკიცებულებები არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად ის მტკიცებულებები საჯარო არ იქნება. ადვოკატმაც კიდევ ერთხელ ახსენა, რომ თუ კი პროკურატურას და გამოძიებას საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს, მაშინ მათ უნდა დაეკმაყოფილებინათ წინას ხდომაზე მისი შუამდგომლობა გარკვეული მტკიცებულებების საჯაროდ გახდასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობას არ დააკმაყოფილა. ამასთანავე 20 ივნისის საქმე არ არის ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ ასევე პროკურატურას აღძრული აქვს ერთი სისხლის სამართლის საქმე ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით.